მისი სიცოცხლე ისე აივსო სიხარულით, როგორც ჩვენ გაგვახარა თავის სიცეკვით. მადლობ ალერსიანის სიტყვებისათვის, თავადო გიორგი. მომიახლოვდი, შვენიერო. ვის შეუძლია გოსანთა შორის ჩამოართვას ამ კეკლუც მანდილი და ღირსეულად შეამგოს იგი. მალავ ბირუს თვალებს მიჯნური ვარ გულახდილი გადმომხედე შემიბრა შემკულია ეს მანდილი ბაგეკბილი როლით თლილი მე ვარ მისი ავთანდილი მისი ეშხი ხელად ქმნილი გზად მავალმა მე ვიპოვე ეს მანდილი ტურფა ხალი გიშრის მიდან გადახდილი ჩვენი საუკეთესო მგოსანთაგანი ჯავახიშვილი გავიფიქრე მე და ტურფა მორიგდებით დავეციე გადავეცი მორიდები გამარჯვებული ჯილდოთ მიიღებს ჩვენში პირველად დაბეჭდილ ტიქს რუსთაველისას. დიდო მეფეო. ნებამიბოძე, ბედი მეცცად ვინახარ. სადაური, თავადი გიორგის ძე. დავით, გოსანი ჯავახიშვილი არასდროს არ დამარცხებულა. მანდილი ქართველ დედას ამშვენებდა. მოწოდებით მრავალ ციხეს აშენებდა. ამ მანდილმა ჩვენს მარჯვენა დავილოცულს
დაგჭირდა მამულისთვის დავიხოცო. მან აღზარდა საქართველოს დამცველები, რომ იცავდნენ ამ სიწმინდეს ქართველები. შეუნდა ჩემშვილს მეფეო. ჯერ ჭაბუკია. მოგრძელება შვენის, მეომარს შემოგიორგი. მაგრამ დღეს გმართებს იამაყო შენის ვაჟი. მომიახლოვდი შვილო. შენ დაიმსახურე ეს ჯილდო, ჭაბუკო. შენი სპეტაკი მანტილი შვენიერო მან მე ბედნიერება მომიდა აზრიადებ ჩემი მანტილის ღირსებას თავადო დააძირე შენი სახელი გწოდნია შენი კი არ ვიცი ქეთევანი ვარ თავადელის ბარის ასული რომელ მხარეს უნდა გადამაგდოს ბედმა რომ კვლავ გიხი ლამის ყანა თუ კი შენს გულს ეს უნდა ჯელისებ, ქრისტეს მოყვარე მეფე, თეოდორე ივანესძეს განკარგულებით, იგზავნებოდნენ ჩვენი ეჩნის საქართველოში. მაგრამ მხოლოდ ამჟამად დავრწმუნდით პავნათლივ, რაოდენ ძლიერი ყოფილა ქრისტიანობა ივერიაში, რაოდენ დიდი ამ სწავლობა თქვენი, რაოდენ მამაცია ერი თქვენი. გამივიღეთ მეფის ბრძანება, გადმოგცეთ თქვენ, ქართლის მეფეს, რომ ხელმწიფე ჩვენი, პეტრე დიდი, ქრისტიანულ სახელმწიფოებათა მიმართ თვისი დაუცხრომელი ზღუნვისა გამო გთავაზობთ გაერთიანებული იქმნას რუსთა და ქართველთა მხედრობა თურქთა წინააღმდეგ. ისიც ეყოფათ, რაც ვნება მიაგენეს რუსეთსა და თქვენ სახელმწიფოს. გადაეცით მეფეთა მეფეს, ზღვათა და ხმელეთთა ბრძანებელს, ღვთით გამდიდებულ პეტრე დიდსა, რომ აღფრთოვანებულნი ვართ მისი დახმარების ურყევი იმედით. გწამს გამარჯობა და ჩვენს გულში არ არსებობს არავითარი ეჭვი და ყოყმანი. დაუყოვნებლივ მივწერთ თქვენგან ნაბრძანებს ჩვენ დიდ ხელმწიფეს. მეველი შენ სიტყვას ბრძენო საბა. კურთხეულ იყოს სახელი პეტრე დიდისა. გულს არ შეერა, რომ დადგება ჟანი, ოდეს ბაგრატიონთა გვირგვინ ქვეშ გაერთიანდება ოდითვე საქართველოს კუთვნილი მიწაწყალი. ნუ თუ დადგება ჟანი, ოდეს შვენი გულიდან მოგლეჯილი, სპერის და პონტის სანაპირონი. სამშობლო რუსთაველისა, დავით კურაპალატისა, იოანე პეტრიცისა, აკვანი ჩვენი სახელმწიფოსი, სადაც ყოველ ქვას ახსოვს ნათელი სახელი თამარ მეფისა, კვლავ შეუერთებიან თავიანთ ღვიძლ ძმებსა. გაშმაგდებიან სპარსნი და ოსმალნი, რომ შეიტყობენ რუსეთთან ჩვენს დაახლოებას. ნუ თუ არ ჩაფიქრდებიან პეტრე დიდის ლაშქრის სიძლიერეზე. შარშარის მეფე ჩრდილოეთისა ვერ მოასწრებს დაგვეხმაროს ოსმალ ჯარების შეჩერებაში. რამბები, რა მოხდა? მეფეს მოახსენებ. ცხინვალე მეფე, წარი ამბავი, ოსმალთ ჯარი დაიძრა ჩვენსკენ, ცეცხლი და სიკვდილი მოსდებთ ყვალ და ყვალ. თავადო გიორგი, შენ შეაჩერებ თურქებს. კვლავაც გაიგონ გურამიშვილის ხმლის სიძლიერე. წმინდა გიორგი, აკურთხე ქართველთ მარჯვენა, დიდი საბრძოლო გმირობისათვის.
ანალიზი. ხოსკზე ცეცხლიანთე. შოუბებში უნდა შევუგათ გზები. როით დავით. წერს მე შევაჩერე. მოახსენე რომ ტრის სისხლით შევღებეთ მტკვარი. მცირე იყოს ჩვენი ლაშქარი. ოსმალომ დაგვძლია. მეორე მხრიდან მოდიან სპარსნი. ყოველი მხრივ თავს გვესხმიან. სისხლით იცლება ქართველობა. წამომაყენეთ უკანასკნელად მივესალმო გორის ციხეს. იტრის გული ქართლისა, დედა ოხთისა, შენ დაიბარე, იხსენი ქართლი. მეფევ, გორთან დავმარცხდით. ოსმალ ჯარებით ფილის უახლოვდება. თავს უშველე მეფევ. დიდო მეფეო, ხალადია. კახეთის მეფემ კონსტანტინემ სპარსელებს კარი გაუღო. ეს განსაცდელი მაინც ვერ გასტეხს ჩვენს ნებასურველს. ჩვენი ხალხი ამჟამად მარტო აღარ არის. პეტრე დიდს მე თვით ვიახლები, მან აღმითქვა დახმარება თვისი მხედრობით და მეგობრობით. ძამს დადგება ჟამი, ოდეს აღვასლო მამა პაპათა ანდერძი და დაუბრუნო ჩემს ხალხს თურქების მიერ წართმეული ჩვენი მიწაწყალი. მაგრამ მე მოხუცი და თუ მაღალი ღმერთი არ აღასრულებს ამ ჩემს ვედრებას და ამ ბედნიერებას არ მომანიჭებს, მაშინ თქვენ შვილნო ჩემნო, შენ ჩემო ბაქარ, შენ ჩემო ვახუშტი, შენ გიორგი, თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს, ყოველ ქართველს ვის გულშიც კი ამთია სამშობლოსადმი სიყვარული, უანდერძებ ამ წმინდა საქმეს. სად არის მეფე? მეფე მამა პაპათა ავანეს ეთხოვება.
დიდო მეფეო, ნუ მიგვატოებ, მთელი ქართლი გევედრება. ადექი განამიარ მენადრება საქართველოს ბედნიერება შვილო ჩემო. მოუწოდეთ ქუძზე კაც მეფევ. ჩვენ აქ გჭირდება მძლე მოკეთე. ვიახლები პეტრედიცა, იგი ჯარს მომცემს და ქრისტეს მცნების ხილოსნობა კვლავ ნათელს მოფენს საქართველოს. შეგიძლიან შენთან მიახლო შვილო. დიდო მეფევ, ნება მიბოძეთ, ხმლით ხელში აქ დავრჩე. შენ დაჭრილი ხარ. საშინელი ამბები კვეს. არც მამა მყავს. რა? არც სახლი აქვს. მაშ სად უნდა დახვიდე? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. მე არ სად არ გაგიშო. მეფე მამაჩემს შინდარჩენა უბრძანა. მე დამომყევლა მისგან. ჩვენ ჯერ კვეშენ სიხარულით დაგიხვდებიან. ჭრილობები იქ მოიშუშეს. მეფე ვახტანგის დასვლის შემდეგ ამბობენ თბილისი დასარიელდაო, ხალხი გარბისო. ისიც ასთქვეს, რომ კონსტანტინემ ვახტანგის ტახტი დაიპყრო. ხოლო უმცროსმა ძმამ იესემ მაჰმადის რჯული მიიღო და თბილისზე მოდის ჯარითო. ძმას ებრძვისო. მერმე შინათ აიშალე. ძმამ მოუდო ძმას საყისტი. თავის თავსა ხმალი იცეს. გულში მოიხვედრეს ხიშტი. შეიქმნა დიდი მტერობა. თქვა ერთმანეთის ძვირისა. ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დახვედრა გზირისა. ქართლის ჭირსა ვერ ვიმოსთვლის, თუ არ ბძენი ენამ ჩემ. რა იყო? გული გათკინე? იმ დღიდან, რა დღიდანაც მივატოვეთ ჩვენ სამშობლო მხარე. დიდი უბედურება გვეწვია. ჯერ ისევ გზაში გავიგეთ გარდაცვალება რუსთა მეფის პეტრე დიდისა, რომელმაც თავის კარზე მიიწვია ჩვენი ბრწყინვალე მეფე. ვთხოვთ თავად ველისბარ, სანდო კაცის ხელით გადმოვიგზავნოთ აქ მოსკოვში, სადაც ვცხოვრობთ ამჟამადაც, ქართულ საქმეთა უტყუარი აღწერილობანი. გწევთ საბა სულხან ორბელია. დოქტორ მოგოგო. შენ ჩემო დავით, ყველა ჩვენ გაზზე ახალგაზრდა ხარ. ჭრილობებიც კარგა ხანია მოგიშუშტა. ესეც არ იყოს შენზე ერთგულ კაცს სად ვიპოვით? მოსკოვში წელს შენ წაიღე. თავადი ელიზბარი მართალია. დიახ, დავით უნდა დავიდეს. დაწერეთ ციგნი თავადო. მისტერე თავადო, რომ ჩვენს დევსსა და ბავშვებს მონებად მიერეგებიან. მისტერე რომ მომხნის მანძილზე
ზოგიერთმა სულით უძლურმა დაივიწყა ქრისტე ღმერთი და შეუდგა მაჰმადის ჯურსა. მისწერე რომ ცარცვა გლეჯა კაცის კლა და შარაგზებზე თარეში ხუპავს ჩვენს ქვეყანა. ყველაფერი მისწერე თავადო. ისიც მისწერე დიდო ბატონო რომ გახშირდა ლეკთა თარეში. მარჯობა დათო! ეს დამოდი დავით! მოდი! იცოცხლე დავით! გამარჯობა ნუ მოგიშვა! შენი ხმა მესმა. რა გითხრა მამაჩემო? რად გიმზადებს ცხენს მეჯინიბე? გათენებისას საქართველოს ვერ მშვიდობები. სამშობლო მხარეს ეთხოვები? ეგ რას თქვი, დავით? ჩემო ქეთევან, სევდა ახლოც არ გაიქარ. გული დაიწყ. მაშ მიდიხარ. აგი სული მას მპირდებოდი, არასდროს არ დაგშორდები. გამიგონე, დიდ საიდუმლოს გავდო. მამაშენმა გადასწყვიტა რუსეთს გაბარვა მეფე ვახტანგთან. იქ შევხვდები, მალე, სულ მალე. ნუ წახვალ, ჩემო დავით, მეშინიან განშორებით, უშენობისა მეშინია. ცხვენოდეს ქეთევან, ცრემი შეიშრე, მე ვეღარ აქცნო. შენ მართალი ხარ. ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ითქვით გირსა. გაფრთხილდი დავით, ყოველ ჟამს გველის განსაცდელია ნაზდეული. ეს ჯვარი დედის სახსოვარი, მარად გფარვით. გამუდმებით დილოცებ შენთვის, შენს მოლოდინში ვიქნები მარა. ქეთევან! მეძახია. შიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვით გირსა.
ვისწერო დღიდან დავითი ამაოდ ძებნეთ მის კვალს ვერსად მივაგე მაშ დაიღუპა გურამიშვილი უსარასჯერა ხოლო გონება მიუქნება რომ ეს სასი ცეცხლოვანი გულისა იყო ჭაბუკი იგი მე ახლაც მახსოვს მისი თვალები მისი სიტყვები იქ წმინდა ტაძართან ჯერ კიდევ ბევრს მოვისაკლისებთ როს დავბრუნდებით საქართველოში ისეთები როგორიც იყო გურამიშვილი იღუპებიან და ჩვენ კი სამშობლოდან გადმოხვეწინდი ველი რაღაც ველით პეტრედიდის სიკვდილით ჩვენი იმედებიც დაიჩრდილა ჩვენმა ხალხმა დაჰკარგა ნდობა დედოფალ არასაკ გული გაუთხოვდა მას შემდეგ რაც სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა დაიპყრო კასპიის ზღვის სანაპირონი დედოფალ შვენ აღარ ჭირდება მხოლოდ სულ მოკლეთა იმედებია დაჩრდილული დედოფალი ანა ვერ დაივიწყებს პეტრედიდის ნებასურვილს რუსეთი მოკავშირე უნდა იქნეს ერთ მორწმუნე საქართველოს დაპირებანი მრავალი იყო ძვირფასომა ბრძენმა საბამ კარგად იცის თუ რაოდენ წარია სამადლ ლუკმა და რაოდენ მძიმეა სხვათა კიბეში ასვლა ჩამოსვლა მაგას რათა განა შენ არ იყავი გენუაში სულგრძელოსაბა განა რომის პაპს მუხლმოყრით არ ევედრებოდი საფრანგეთი ლუდოვიკოს მე-14 მამამ რო დაგავალათ საფრანგეთის მეფისათვის წერილის გადაცემა მრავალი იყო დაპირებანი და დაღუპული იმედები გულსაკლავია შენი მართლანი მაგრამ მართალია ის კი მამას ატყობინებდა რომ დედოფალი მალე მიგუძებს დიდი ხანია მაგას ველი ძვირფასო ძმაო ახლად შივილის დრო არ არის და არც აგუმართებს წამს დადგება დრო და ჩვენი სევდა მწუხარება ხინად შეგვეცვლება დედოფალ ანას კაბინეტ მინისტრი არტემ პეტროვიჩ ვოლინსკი ხოვეთ თქვენმა უდიდებულესობა მიცის რომ მე კეთილმოსურნე ვიყავ ივერიის ჯერ კიდევ პეტრედიდის დროს ჩვენ ვიცით რომ ჩვენ დამი ძმურის სიყვარულით ეხლაც ზრუნავ რათა ხელმწიფე დედოფალმა არ მოგვაკლოს ძალობა თითის ლავ მოახსენებ მათ იმპერატორობის უდიდებულესობას ის შეუძლიან თქვენზე დუფეთ ამ საქმის მოგვარება იმედოვნებ რომ თქვენი უდიდებულესობის წადილს შეიწყნარებენ ხოლო დღეს კი რაკის შემთხვევით ჩამოვედი ქალაქ მოსკოვში ვეახელ დიდად კეთილშობილ თავად ელიზბარს ფრიად პირადი საქმის გამო ზად ვარ გემსახურდ ხოვთ მომიტევოთ თქვენო უდიდებულესობა თავადის ასულო ქეთევან მე იმედი მაქვს რომ თქვენ ამ ჩემს თხოვნას შეიწყნარებთ და გააბედნიერებთ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილობილს თქვენის თანხმობით დიდად დავალებული ვარ ჩვენი გვარის შვილობისათვის ესოდენ საპატიო სურვილით მაგრამ დედვისი ბედი გადასწყვიტოს ჩემმა გოგონამ მე ეხლა მე ვერაფერს ვერ გიპასუხებს გთხოვთ მაბადიოთ ნება მომეცი დაგტოვოთ მამა ძადი შვილი ძადი
ქეთევან. მამა, არ შემიძლიან, მამა ჩემო, არ შემიძლიან. ვერ დავივიწყებ, დავით. სიკვდილი მიჯო. უსწოდა. უსწოდა. ვალენსკის უყვარხარ შვილ. მე კი დავითი მიყვარს. ძალას არავინ არ დაგატანს. მაგრამ გახსოვდეს ვალენსკის ვერ მოვიმდურებთ. მერე დავითის. მე ღრმათ მძავს, დავით დაბრუნდება. მე მას დაუ. მე ბედნიერი ვიქნებოდი. ღვიძლის შვილი ვიჩამეკრა გულში. მაგრამ დავითი ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. დაიღუპა. 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 მაშმე უფალმა სიცოცხლე სასჯელად რისთვის მიქცია. რა მოხდებო? მოგწანდებიან. ავასაკ. მე წავალ. გმადლობ პატივცემისათვის. ყველაფრისათვის გმადლობ. საწახვალ მარტო ხელ ადამიანი. ნახე, მოგილახულეს მეგობრებმა. უნდა გავიქცე. მეფესთან მოსკოვში. ნუ გეშინია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ჩვენში, რომ სტუმრისათვის გვეღალატოს. ჩემი გულისთვის უბედურებაში ვერ გავხდეთ. რაკიც მართლა ფიცი ვარ. ჭირიც და ხილიც თარასწორად გავიზიაროთ. სადაც გყავს ეგორ შენი ქართველი? სად არის? რა უნდა გადმოგცე? მე რა გინდა დამანო? რა ჭანდაბად გვინდა? არ ღირს იმის გულისთვის ლეკების გადაკიდება. დაიყვანონ თავის ნადავლი და გაგვეცალონ. გამოსასყიდ ოქროს მიიღებენ ქართველებისგან. უჯულებს არ მიცემ ქრისტიანს. უნდა მივცეთ და თავიდან მოიშოროთ, თორემ სოფელს გადაგვიწოვენ.
კაზაკისათვის უკადრესია გაჭირებაში შავარდილი კაცის გაცემა. ეგორ ნუ ახირდები. ადამიანს ნუ აუხირდები. იუდა ხარ, ვის ადამანი? ამ სიარაღში გაგიცვლია. ჩვენ ჩვეულებათ არა ვქონია სტუმრის ღალატი. ამეცხადე. ფრთხილად იყავ ეგორ. კბილად გთხოვ. ნებით არ მოგცემ ქართველს. ძალი წავიყვან. გაბედო. მაშეგრე. ჩეჩერდი. ხელი. ხელი. ვიკლე! გამო, გიბრუნებ. ქალაქ მოსკოვის სადარაჯოსთან შეპყრობილ ივერიის მეფის ქვეშევრდომს გაპარულ ქართველს. შეუხსენით ხელები. ეფეს ნუ გარისხებ ნიკავ. სიმართლეს თქვი, იქნებ შეგინდოს. ადექი. ახლა მოდი. სად გარბოდი? ან რისთვის? ინვას ვერ ვიტან. თუ სიკვდილია, მაგრამ იქ მოკვდე. ჩემი სამშობლო მიწის კალთაზე. რა ვქნა? რაც უნდა მომივიდეს, უნდა გავიქცე დიდო ბატონო. სხვებიც გაიქცნენ. სანდრო, შოთა, ბესო. ნუ გამირისხდები. და მეც უთუოდ გავიპარებ. გამიში მეფე, დევედრები. მიყავ წყალობა. აი, შეხედე თუნტი მათხოვრებს, დიდო ბატონო. მე იმაზე უბედურია. შენ მართალი ხარ. მე შენზე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. მე ბედნიერი ვარ, ყოლავ მოვახმარო ამ ჩემ დიდ ბატონს. ჩემი გული, კლავი, გონება. საქართველოში დღეს ქართველობას საკუთარი ჭერი არ აქვს. შენ ვინა ხარ? გურამიშვილი. დავითი? ხსომებია ჩემი სახელი, დიდო მეფეო. ჩვენ დაღუპული გვეგონე, შვილო. ამან გადამარჩინა, ეგორმა. სახელი და დიდება შენი, ეგორ. მოდი, შვილო, მოდი, ტკბილად ჩაგიკრა გულში. მრავალი განსაცდელი გამოგივლია, შვილო ჩემო. გამომართვიეს ხმალი დავით. ჯერა შვილო. მტკიცე იქნება შენი მარჯვენა, ვითა მხნე იყო შენი გული. ხმალი თქვენთან საიდან გაჩნდა დიდო მეფე? თავად ელიზბარის სასულმა ქეთევანმა გადმოგკნა. თავად ელიზბარი გაბძანდება? არა შვილო. ქეთევანი თავის მეუღლით პეტერბურგში დასახლდა და ელიზბარიც მათ სანახავად გაემგზავრა. პეტერბურგში? დავიდეთ შვილო, დავით. გველოდებიან. განუცდად შმაგთა ხელობა. ფიალთა მიჯნურობა ვერს
ძლივეს ძლეთა მებრძოლთა ვერ აქმნეს გულმა გრობავ მე კი ვფარავ მაგრამ ჩემი სადგივარი არ აფარავს მეტად წარეთ გული მტკივა მაჟჟოლებს და ტანში მზარავს ვერ გაუძლებ ჩხლეთს და მჭვალავს ვერ მოვითვლებ რომ არ დავგმო აღმამ ხნელსა დაღმამ ფარავს ჩემი ცოდვაც მისცემია ჩემს ამომთხრელს ამომბზარავს გოსანი ხარ შვილო ჭეშმარიტი მგოსანი მე კი ზარდახანას გაბარებდი რად გახლავარ დიდო მეფეო ხელი ხმაც ვიკრა მაგის დროც დადგება დავით ამჟამად კი გახსოვდეს მართალი სიტყვა შვილო ხმალზედ ბასრია ვეღარ გიშველი სიტყვები მამა ჩვენ აქ წიგნებს ვბეჭდავთ მაშინ როდესაც მახულს უნდა ვლესავდეთ მართალია დიდო მეფეო წიგნი ესე ქართული ენის ლექსიკონია შენი ვენის დიდი საუნჯე გასვენებულ საბას მიერ ნამოღვაწევი ბატონიშვილო სიტყვებით ოსმალთ ვერ მოერევი ვერც გაქცეულებს შეარჩერებ ენ ქართლს ვიმხეთ სანამ კიდევ გვიან არ არის დიდო მეფეო სანამ ჩვენ ხმლებს ჟანგი არ მოსდებია რაც გაგიკაფავ ტახტისაგან ჩვენის მახვილით რით ვერ გაიგეთ თავადნო პეტრე დიდი რუსეთზე ფიქრობდა მაშინ ოდეს ხელი სამეგობროდ გამოგვიწოდა დიდო მეფეო შიკრიკი გახლავთ სანქტ-პეტერბურგიდან მათმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამ ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ დედოფალმა ანამ ნებაიბოძა თქვენი ბატონიშვილების და მახლობელ თავადთა მიწვევა სამეფო კარზე ქალაქ სანქტ-პეტერბურგს მოწყალე ხელმწიფე და დედოფალ მეფე ქართლისა ვახტანგ მეექვსე და მეფოვანი თქვენი უდიდებულესობის წინაშე
კვლავ აღიარებენ იმ ჭეშმარიტ ერთგულებას, რომელს გრძნობენ სრულიად რუსეთის დედოფლისად. წმინდა თვინახავრა ანდერს, ჩემი ბიძისას, მირონცხებული ხელმწიფის პეტრე დიდისას, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ აქ ხედავთ, დედაქალაქში სრულიად რუსეთისა, რომელიც მუდმივ ერთგული იყო, ერთმორწმუნე ივერიისა. ყოვლად მოწყალეო ხელმწიფე, სამშობლო ჩემი, უდიდესი მადლობით ინახავს თავის გულში პეტრე დიდის ხსოვნას. თქვენი უდიდებულესობის სიტყვები კი აღგვავსებენ ჩვენ ნათელის იმედით. ღრმად აგვწამს, რომ ჩემი სამშობლოს ჭრილობათა კურნა მოხდება მაშინ, როდესაც თქვენი უდიდებულესობის ბრძანებით სალაშქროდ გაემართებიან რუსთა ჯარები, რომელთა დროშები უგდავყოფენ აც განსვენებულ პეტრე დიდის ანდერძს. შენ, არტემი პეტროვიჩ, ჯერ ისევ პეტრე დიდისაგან გევალებოდა აღმოსავლეთის საქმეები. როგორ აფიქრობ? აღსასრულებლად პეტრე დიდის ანდერძისა, თქვენს უდიდებულესობას მართებს ყოველნაირი დახმარება აღმოუჩინოთ მართლმადიდებელ ივერიას. რა სიტყვის გირონ, ჰერცოგი კურლანდიის. თუგი ხელმწიფე პეტრეს სცადა უნდა აღსრულდეს. შენ, არტემი, პროექტების ოსტატი ხარ, სიგელს დასწერ. თქვენ კი, თქვენო უდიდებულესობა, თხოვთ ნიშნად ჩვენი კეთის განწყობილებისა, მიიღოთ და ატაროთ რუსეთის უმაღლესი ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა. და საღამო ჟამს გთხოვთ მობრძანდეთ ასამბლეაზე. ღმერთო, რა მოხდა? ჩაცმულობით კვლავ დაარღვია ეტიკეტი. თანამხლებელნიც კვლავ თაფერად მოუკაზია. ხასიათით მამიელა. დაიგვიანე სულიკო. მერე და ნუ თუ იქ სმოლნის სასახლეში სწორედ საათი არ აგავს. ვიბრძანე მხოლოდ, გამოგიგზავნი. მეფისასული ელიზავეტა პეტროვნა. ბედნიერი ვარ, პეტრე დიდის ასulis ხილვი. მიიღეთ ჩემი ბულწრფელი სიხარული თქვენო უდიდებულესობა. მამი ჩემის ნებასურვილის აღსრულების გამო. მისი მუდმივი სურვილი იყო თქვენი და თქვენი ქრისტიანი ხალხის დახმარება. როდის საკეთ თქვენო უმაღლესობამ ესოდენ აბეზარ საქმით, როგორც არის პოლიტიკა და ინტერესით. აჯობებდა რომ გხიბავდეთ ცეკვით, თამაშით. გამოდგბილი იზენკა, რომ ჰერცოგი არ სდება. თქვენ უდიდებულესობა,
მადლობაო, შეურჩიეთ მეფის ასულს ღირსეული რაიმი. ღირსყავით თქვენო უმაღლესობავ, თქვენი ყურადღებისა, ჩემი თანამებრძოლის ვაჟი, მამაცი ჭაბუკი და რჩეული ჩვენი მგოსანი თავადი დავით გურამიშვილი. ეხლა ჩემი ტყვე ხართ, თავადო. თვალიადევნებთ ამ თავადს, რასაც შეამჩნევთ, ყველაფერი მე მომახსენებთ. ჩვენი პეტერბურგი უცხოელ თავადს ალბათ მეტისმეტად უჩვეულოდ უნდა ეჩვენებოდეს. გული ხარობს, როცა ისმენს სიტყვას ტკბილს და ალერსიას. ასეთია ჩვენი ძველი თქმულება. მე ყური მოვდარ თქვენს მუზების ნებიერი ხარ. თქვენ სულ გრძელი ბრძანდებით დიდად. მე მხოლოდ მათი უმნიშვნელო მსახური გახლავართ. მაცნობეთ რამე თქვენი პოეზიისა, რომლის შესახებ არა ვიცირა. მისწერა. მოდი მიგიჩნევ მამადო. იესოს ქრისტეს მიემდევ, ნუ მოგატყუებს მამადო. გიჯობს მე ზურგი მომყუდო, გულზე და გული მომადო. მერმე შენს მტერზედ მიმიწვე, ვით თივას ცეცხლებრ მამადო. ვიდრემდეს იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამრწვარია. ბრძენ უხვი, მართალ მოწყალე, სამართალ დაუმცდარია. მტერთა მებრძოლთა მრავალთა, მან ყველას ხელი დარია, მოკვდა და თვისი ანდერძი აც ისეთ საქმობს მკვდარია. მე მოხიბლული ვარ ქართული პოეზიით, თავადო. ეს შაირი აზრით გადნიერია. სპარსული კეთილხმოვანება ჩვენ სამწუხაროდ არ აღჩანს ამ ლექსში. ჩემთვის ცნობილია კეთილხმოვანი პოეზია სპარსული. ხოლო ეხლა ჩავსვი, რარიგ მომხიბლავია ქართული. მაინტერესებს რა სიტყვის ლექსთა დიდი ოსტატი და პოეტი ჩვენი ტრეციაკოვსკი. გითხარით თქვენი აზრი, ვასილი კირილიჩ. გრძნობამ სიტყვებით გამოხატულმა გვამცნო ჰარმონია და მათრობელი. ლექსთა წყობა უჩვეულოა და სილაბურ ლექსებს წააგავს. ვასილი კირილიჩ გემოვნება აქვს. უჩვეულოა, მაგრამ ფრიად კეთილხმოვანი. ჩემს გაოცებას იწვევს უთუოდ, რომ მათ უდიდებულესობას მოეწონათ ეს შაირები. ბრძენ უხვი, მართალ მოწყალე, სამართ დაუმცდარია. რა მშვენიერია, მე მეტად მიყვარს კეთილხმოვანი ლექსი. დიახ, ეს ლექსი მოეწონებოდა ჰერცოგს კურლანდიისას. უფრთხილდით მას.
მე თქვენმა ლექსმა მეტად მომხიბლა. ჯერ აკვლავად შევხვდები თქვენს მუზას. ამ იმებს გულით ვატარე. ჩვენ ეთლიკ ვიცით. თქვენ უდიდებულესობა. სწრაფად შევკრიფეთ თქვენი ერთგული ივერიელნი და შევუერთდით ჩვენს მხედრობას კასპიის ზღვისპირს, რუსეთის მამაცი მხედრობისა და ღვთისშეწევნით მე იმედი მაქვს დაიბრუნებთ წინაპართა მემკვიდრეობას. ხოლო თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილ პირს გამოვატანთ ჩვენს მეფურ სიგელს. ბედნიერი ვარ და ვიცი კიდევ არ აშალს დედოფალ ანას სიგელით. მალე დაგვეწევა. მას თქვენ ფიქრობთ მე შევძლებ ჩემი მეფის გახარება, მაგრამ უნდა ავჩქარდეთ. ესე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი სასახლის კარს ეწვივნენ სპარსეთის შახის ელჩები, რომელთ უდიდეს მფარველობას უწევს ჰერცოგი ბირონი. გთხოვთ აქ დამიცადოთ. ბირონი უარზია.
დედოფალი სიგელს ხელს არ აწერს. ნუ გამიწყრები მოხუც, ჩემო ქეთევან. დამდეს ძვირფასო. ბევრი ვეცადე, ბევრი, მაგრამ მაინც დიდად დავმარცხე. რა დაემართა? ჩვენმა ხელმწიფე დედოფალმა კვლავ გასტეხა თვისი მეფური სიტყვა. სპარსეთის ადმირალმა მან სცნო სპარსეთის უფლებანი საქართველოზე. მერე სიტყვა რომ მისცა მეფე ვახტანგს გასტეხა ისევე ვითი სიტყვა რუსაზნაურთ რომ მისცა. მოდი აქ საღლურია ჩემი ცხოვრება. ეკდე მთელი დღე ამ წყეულსა და რაჯოზე. დაიხსოვე მეფის სასულის თვითოულის სტუმართაგან. კაცი თუ ქალი. აგეთ მოიცი? განსაკუთრებით თვალი უნდა მეჭიროს ერთზე. აი, ის არის. მეფის ასულის ნახვა მინდა. ვერ შევაწუხებ. მოახსენე თავადი გურამიშვილი. ვინიც ის იქნებ ყაჩაღი. რას ბედავ? ეხლა მოახსენე. რაო? ვითომ რას ხვირი? საიდუმლო პოლიცია შორს როდი გახლავს? უშაკო ანდრეის ივანის ვერ იცნობ? ტყავს გაგა. ქრისტეს სახელით გევედრებით. მეტად საჭირო საქმე მაქვს. აუწყეთ. დღესვე უნდა ვინახულო დედოფალი. აუწყეთ გეუგდარებით. დამონახე. ისუბედავ, რამ გადაგრია? ისელეთ! აკეთ! ჩქარა! არ გაბედო! დაიჭირეთ! აიყვანეთ საიდუმლო პოლიციაში! ეს სახელმწიფო ბარად მოქმედნი! გამავყეთ! კალბატონ. მე თქვენ მაოცებთ დიდად. თქვენგანი მთავხედი პოეტის დაცვა წარმოუდგენელია. მე ბავშვობიდან ვიცნობ თავადად. იგი არ იკადრებდა საქციელს რას მესამარცხინოს. მაგრამ წუხელის მთელი სასახლე შეაშფოთა მისმა უღირსმა საქციელმა. თქვენო უმაღლესობა პეტრეს ქალიშვილ და რა ბატონიშვილ ელისაბედს ეახლა დავით გურამიშვილი. ეს რაღაც ნიშნავს. მომიდევეთ თქვენ უმაღლესობა. კარგად უწყით რა უღმართა დატრიალდა ქართველს ბედი. დახმარებისთვის გიახლათ დავით, გადარჩენისთვის. გული დაიცხრეთ. ადექი. მათი აღმატებულება ანდრეი ივანოვიჩ უშაკოვი თქვენს მოლოდინშია. თქვენო უმაღლესობა ვითვერწმუნოს საკუთარ თვალებს. ანდრეი ივანიჩ ამ პატარა მასკარადს თავისი მიზეზიც აქვს. ჩემი საიდუმლონი
სახელმწიფო ქაღალდს ვერ ვანდე და ვარჩიე. პირადად მეცნობებინა ჩემი თხოვნა. მსახურეთ თქვენ უმაღლესობა. ფრიად და ფრიად სამწუხარო ამბავი მოხდა. უკვალოდ დაიკარგა ქართველი თავადი გურამიშვილი. გურამიშვილი? არა მსმენია თქვენ უმაღლესობა. გულახდილად მოვისაუბროთ. ვერ ვიტყვი რომ თქვენ სამსახურს ღირსეულად აფასებდეს. ჰერცოგი ბიროი. სინდისისათვის მუშაობთ არა ჯილდოსათვის თქვენ უმაღლესობა. მე რომ მოვინდომო, უსათუოდ მიიღებთ გრაფის წოდებას. გრაფ უშაკოვ ხომ ლამაზად აშხერს? დიახ. მითის მეტად სამწუხაროა რომ ეს საქმე თქვენს ხელთ არ არის. ვინც ის მომავალი რაც გვიქადის? თქვენ უმაღლესობა. მომაგონდა. გონებ ერთი ქართველი თავადი მართლაც შეიპყრეს, ხო არ ვიცი. სწორედ ის არის? კარეტაში შევამოწმებ, ის თავადია თუ სხვა ვინმე. თუ ეგრეა მას მშვიდობის გზას უსურებ ჩვენს თავად. გმადლობთ, გრაფ. გრაფ უშაკოვ. ეს ლამაზად ჟღერს. შენ მიხსენი, შენ გადამარჩინე? არა დადისა. მათმა უმაღლესობამ ელიზავეტა. თქვენ უმაღლესობა. ამ იერიდან მარა თქვენი მოვალე იქნება დავით გურამიშვილი. მარტოდენ ერთს ვევედრებით თქვენ სათნო და კეთილშობილ გულს. გთხოვთ აჩუქოთ სიცოცხლე, უცნობ კაზაკეგორს, რომლის ცოდვა მხოლოდ ჩემთან იმეგობრობაა. ჩემი ცხოვრების შავნელ დღეებში შენ გიხმობ მოხვალ და ცხენი კვლავ შეკაცმული ხარ. სამშობლოში ბრუნდები, იქნებ ერთმანეთს, თვალი ვერასდროს ვერ გაუსწოროთ. შემინდე დავით. ცუდი სოფელი ცრუ ყოფილა, არ შემისრულა მან აღთქმა. გახსოვს ის დღე, როს დამატყვევეს, შენ მითხარი, იქ, ლამის კანაში. ჭირსაშიგან გამაგრება, ისე უნდა ვითქვით ირსა. ნუ მომაგონებ ლამის ყანას, გწამდეს, ჩემზე ბედნიერი ხარ, ენამებმის ჩემო დავით, დავშორდეთ.
ბოძი წაიქცა სახკარი თავს დაგვექცაო ხინი შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო ჩვენ რმანი დავჩი პატრონი წავიდა შორს გაგვექცაო გაფრთხილდი შენც არ დაგვექცე ღვთის მადლსა მაგრად დექცაო მეფე მოგვიკვდა ვიქნებით ჩვენ წარეთ ოხერტიანი მით დაგვიბნელდა საწუთრო შუქთა წინვა და ჭყტიალი მოგწყდა წელგული შევქენით ვით უხროდ ჩიტმან ფრთიალი სამუდამოდ დაგვამოყურა რუსეთთან ვოლგის მიწა მალე შენი ერთგული შვილნი თავს მოიყრიან რუსეთის დროშების ქვეშ და ჩვენ გვწამს რომ დაჰკრავს ბედნიერი ჟამი ოდესეს დროშები მიგვიყვანენ ჩვენს მამაპაპათა მიწაზე სადაც შენ შვილებს ამჟამად არ გააჩნიათ საბანი და თავშესაფარი საქართველოს ბატონიშვილებს თავადებსა და აზნაურებს რომელნიც იახლენ ღვთით გარდაცვლილ ვახტანგ მეფეს ან უკან დაბრუნდნენ თვის სამშობლოში სპარსეთის შახის მფარველობის ქვეშ ან და მიიღონ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა და ემსახურონ ჩვენ სახელმწიფოს მეფე დედოფლის ანას ბრძანებით გამოყენებული იქნა ბრძოლებში ქართველ გუსართა პოლკი თანამი ჩვენსკენ მოხროლავს თქვენი აქ ყოფნა სახიფათო მოგელავთ პრიტვიც უნდა დაიცხრეთ
სამანდილოსას, როც გავიმარჯვებთ მარკიზა პამპადურს აუკვეთს მონოსთან. მარია ტერეზას ჩემი ძაღლების მოვლას მივანდო. ელისაბედს გავგზავნით ციმბირს. იმედი მაქვს თქვენ უდიდებულესობა, რომ ყველა ფრანგი ქალი არ გაიზიარებს ხვეთრს მარკიზა პამპადურის. ყველი ფრანგი თავხედია და ხარაფსუთა. პარიზის გაზეთებში წერენ. უკანასკნელი ბრძოლა რუსების გამარჯვებით დამთავრდაო. აი რა ბატონებო. ჩვენს ხვალინდელ გამარჯვებას მე ლექს მიუძღვნი და ამ ლექს აშხნის წვერით ფრანგებს მივართ. მე დაიკითხო. არა უდიდებულესობა, ვები გახლავთ. შემოიყვანეთ. რუსები ხართ? ჯან? რუსი. თქვენი კი ბატონო ოფიცერო. ქართველი ვარ. ბატონებო, ქართველი. ვერ ნახავთ ეროვნებას, რომ არ შეხვდეთ ჩემს ტყვეთა შორის. თქვენი მეფე ერეკლე შესანიშნავი სარდალია, დიდი მხედარი. დასავლეთში მე, აღმოსავლეთში ის. თქვენი სახელი? თავადი დავით გურამიშვილი. ქართველი თავადი. მოხარული ვარ. რამ გაიძულათ, რომ ატარებთ მუნდირს რუსეთის ოფიცრისას? რამ გაიძულათ, რომ იბრძვით რუსეთის არმიაში? ჩემი სამშობლოს ბედი დაკავშირებულია რუსეთთან. თუ რუსეთი ძლიერი იქნება, უკუდავი იქნება საქართველოს. მე ხედავდით, როგორ იბრძოდით. თქვენისთანა ოფიცერი დამშვენებდა ყოველ არმიას, ჩემსოსაც კი. იბრუნებთ თქვენს ხმალს თავადო. ქართველებს არ შვებიათ პიცის გადახდა. არც თუ დიდად სასახელოა რუსის ჯარისკაცობა. რუსის ჯარისკაცე უკეთესი მთელ ქვეყანაზე არ არსებობს, თქვენო უდიდებულესობა. მთელი ევროპა მაგას ამბობს. მე კი სხვას ვფიქრობ. აი შენ, რუსო ჯარისკაცო. სქვი, საშიშია ჩვენთან ბრძოლა. ვის საშიში? ასე ფიქრობს მთელი რუსეთის ჯარი. მე კი გაიძულათ სხვა ფიქროთ. რიტმიც მაგდებურგის ციხეში. გული ხონდება, იწმო გოდება. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. ბორგნა ბოდება, რაც მაგონდება. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. რასაც ჟამგნახე, თან შენი სახე. ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო. შენ ჩემთვის საფრხე, დაგერწყო მახე. ეხლა კი დაგვიდგა აღსასრულის დღე. საფლავს გვითხრიან პრუსიაში. ეგ არ იქნება. მე და შენ ჯერ საქართველოში უნდა დავბრუნდეთ. საურავ უნდა მოინახულოთ. რა კარგია იქაურობა. რა კარგია. უცნაური კაცი ხარ. იწვი და არი ფერფლი. და გავიქცეთ. რაო? გავიქცეთ. გამიგონე. მალე აქ მოვლენ კაპელანი და ციხის დარაჯი.
მიდიცი. ჩემი რუსელები გარბიან. იულბერგი კვლავ რუსებს უჭირავთ. ყოველივე დაიღუპა. პრიდვიც ერნის გაფრინდი. დაუყოვნებლივ გაფრინდი. გადარჩინეს სამეფო გვარი. თქვენა უდიდებულესობა. გადარჩინეს სამეფო გვარი. ულერსდორფის სპორტსმენი. ჩემ შერწმენას ხედავენ. ჩემი სამარე ციხე. უდიდებულესობა. რუსები დასუჩვენეთ. ჩქარა. უდიდებულესობა. შემოგვეხილნენ. ტრაფად. დასუჩვენეთ. კარგა. ბატონებო, მოგილოცავ რუსეთის არმიის ახალ სახელოვან გამარჯვებას. ბატონო პარუჩი, მადლობ კეთილი ცნობისათვის. წელს რუსიის მეფეს შეურყიეთ ტახტის სვეტი. ჩვენი გითხრათ სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი. ჩემი აღსასრული შანი დადგა. სემეჩვენება თითქოს ვიღაც ქართულად მღერის. არა, ნამდვილია. ღერია, გზავრებია. სინახვა და დასტურსელის. ბედნიერი ვარ, რომ წინვალე მეფის ერეკლის ძის ხილვა მეგის. ნუინებებთ მოხუცო. თხოთ შინ მობრძანდეთ მოისვენოთ
განაყრდეთ ღვთის მოწყალებით, რაც გაგვაჩნია. გმადლობთ. მრავალ ლაშქრობის შემდეგ დავბრუნდი უკრაინაში და აქ დავსახდი ზუბოვკაში. დედოფალ ანას მიერ ნაბოძებ მამულში. მე მწამდა, რომ ჩემს მიერ დამთხეული სისხლით შეღებილი დროშები ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტან. ამას ველოდი. სამშობლოსადმი სიყვარული არასოდეს დამვიწყებია. ეხლა უკვე მოხუცი ვარ. ჩემი სიცოცხლე იფერფლება. მხოლოდ ერთ მოწყალებას გთხოვთ. მამით ჩემის ხმალმა, რომელიც სასახელოდ მემსახურებოდა მრავალ ბრძოლებში, დაამშვენოს ის თავდადებული ქართველი, რომელიც ჩემი ნათელი მეფის ვახტანგის კვალს ეხლა მიხვდება. დარვეულმა აცნობს ქართველ ხალხს. როგორ ცხოვრობდა სამშობლოს მოწყვეტი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული დავით გურამიშვილი.